სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის 2013 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური ანგარიშგების შესახებ გასცა უპირობო მოსაზრება, მაგრამ ხაზგასასმელია სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულებით აღრიცხვიანობა უნდა წარმოებდეს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ცენტრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე ბუღალტრულ აღრიცხვიანობას აწარმოებს უცხოურ ვალუტაში. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ბრძანებით აღრიცხვიანობისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი, ხოლო ცენტრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე საბუღალტრო ჩანაწერებს ახორციელებს საკასო მეთოდით. 2012-2013 წლების მთავრობის განკარგულებით ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3290 ლარით. შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა საშუალო სარგო შესაბამისად განისაზღვრა არა უმეტეს 1931 და 2097 ლარისა. ჯამში 2012 წელს 370,684, ხოლო 2013 წელს 327,780 ლარი. ცენტრის თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილთან გაფორმებულია საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც დამატებით გარდა ზემოთ აღნიშნული მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული სახელფასო ოდენობისა მიღებული აქვს სულ 2012 წელს 65,057 ლარი, ხოლო 2013 წელს 115,200 ლარი. მაშინ, როდესაც საკონსულტაციო და შტატით განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობები ფაქტობრივად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი საკონსულტაციო მომსახურებაში ანაზღაურებულ თანხებს ასახავდა თანამდებობრივ სარგოში, მისი საშუალო თანამდებობრივი სარგო ნაცვლად მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული 2097 ლარისა იქნებოდა 2491 ლარი, რითაც გადააჭარბებდა მთავრობის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.